თუ დაკვირვები ხართ საერთოდ ყოველი ახალი თაობა ძველი თაობის მიერ შერაცხულია ხოლმე რაღაც აი ვერ არიან ესენი მოკლედ გამუდმებით აკრიტიკებენ ხოლმე მშობლების თაობა და ბებია პაპას თაობა ახალ თაობას. არ მოწონთ როგორ იცვამენ, არ მოწონთ დროს როგორ ატარებენ, არ მოწონთ ურთიერთობები როგორი აქვთ. აკრიტიკებენ, არ ვიცი, სწავლას, გონებრივ შესაძლებლობებს, ხელოვნების სფეროს აკრიტიკებენ, ეს არ მოწონთ, ის არ მოწონთ. ნუ ძალიან გავრცელებულია. ძველ დროში სად ამხელა განსხვავება შეიძლება თაობებს შორის არ იყო, მაგრამ დღეს ძალიან ასტრაფებულია ცვლილებები და ამიტომ მშობლების და შვილების თაობას შორის არის ხოლმე რადიკალური სხვაობაც კი, არათუ პატარა. და ის პატარა სხვაობაც მიუღებელი იყო ხოლმე. მაგრამ ნუ რადიკალურ სხვაობაზე საერთოდ სადაა საუბარი, ხო? ეს ძალიან ძნელი მისაღებია და ეხლა ამ ყველაფერს ამყარებს რა? რომ რაღაცა კვლევები ტარდება ესა და ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ Gen Z ეგრეთ წოდებული, ანუ ახალი თაობა ინტელექტუალურად ჩამორჩება ძველ თაობას. პირველად არის ეს. აქამდე, როგორც ეს კვლევა ღაღადებს, არ ვიცი რაზე დაფუძნებით და ერთი მაინტერესებს უნდა დეტალებში გავეცნო მერე. აქამდე თურმე ყოველი ახალი თაობა იყო უფრო შემძლე ინტელექტუალური თვალსაზრისით. და ეს თაობა თურმე ეხლა რომელიც წამოვიდა, Gen Z და ქვევით და ამას აბრალებენ smartphone-ებს. არის თურმე ნაკლებ ინტელექტუალური თაობა, ვიდრე მაგალითად ჩვენი თაობა მილენიალები და ასე შემდეგ. ხო, და ნუ ეს შავ-თეთრი აზროვნების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია და საერთოდაც ეხლა ჩვენ რომ მაგალითად ვიყურებით ხოლმე გინდაც ქვის ხანაში, გინდაც შუა საუკუნეებში და ვამბობთ რომ ბნელეთი, რა ბნელი ხალხი იყო მაშინ და ქვის ხანაში კაცები იყვნენ მოძალადეები ყველა და ნუ არ ვიცი, რაღაცა ესეთი დასკვნები არის ხოლმე და რითი არის ჩემი აზრით ეს დასკვნები შავ-თეთრი იცით, რომ ჩვენ კონტექსტის გარეშე უყურებთ. ეხლა ჩვენ თითოეული ჩვენგანი მეტნაკლებად ვაცნობიერებთ კულტურამ, რაშიც დავიბადეთ, რა გავლენა მოახდინა ჩვენზე, მაგრამ არც ისე ძირეულად ვაცნობიერებთ რა ამხელაა ეს გავლენა. რომ მაგალითად თუ ომიან ქვეყანაში იბადები და 5 წლის ასაკში გასწავლიან ადამიანის მოკლავ. ანუ რაღაცნაირად ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ აი თუ პირობითად ვეგეტარიანელების ოჯახში დაიბადა და ბავშვობიდან შეეჩვია ვეგეტარიანულ კვებას და მერე რო გაიზარდა უყვირს ახლა და ზევიდან უყურებს იმათ, ვინც ცხოველურ საჭმელს ჭამენ, იმიტომ რომ ნუ რაღაცა ჰუმანური და მორალური კრიტერიუმებით, რა თქმა უნდა, არ ვარგა ცხოველის ჭამა, ხო? და აი იმისთვის ადვილია, ნახე, მაგრამ იმას ვერ აღიქვას, რომ მას რო ეცხოვრა პირობითად გარემოში, სადაც სხვა ალტერნატივა არ არის, როგორიც არის მაგალითად მთა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ განსჯა ადვილია ადამიანის, მისი გაგება კი ძნელია. და ეხლა ახალ თაობაზე განსაკუთრებით ძნელია ხოლმე რომ გავიგოთ, მაგრამ მე რო ვაკვირდები, ახალ თაობას აქ ერთი ძალიან საინტერესო სიახლე და ახალი საჭიროება, რომელიც ფიქსირდება. ამ საჭიროებას ეხლა რამდენად ადამიანები ხედავენ, ეს მეორე საკითხია, მაგრამ მე ვხედავ. და ეს ახალი საჭიროება იცით რა არის, რომ უბრალოდ ვიცხოვრო. ეს ისედაც ყოველთვის იყო ეს საჭიროება და არსებობდა ცხოვრების საჭიროება ადამიანში, რომ აი ვიცხოვრო, ჩემი ცხოვრება იყოს სავსე, იყოს თავგადასავლები, იყოს ეს, იყოს ის, მაგრამ ადამიანს ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ესე იყოს. ანუ ადრე ახლა სხვა გარემო პირობები იყო და ადამიანს წარმოედგინა, რომ აი ვიშრომებ, ვიშოვი ფულს, საკვებს მოვიპოვებ ჩემი შრომით, ეს თქვათ ერთი საუკუნის წინ და დედა ეს რა მაგარი რეფორმა შემოიღეს, რომ კვირაში ერთი დღე შემიძლია დავისვენო სამსახურისგან და სადღაცა რა ვიცი, წავიდე გავერთო რა და ვიცხოვრო, მხოლოდ ცხოვრებაში დავხარჯო ის ერთი დღე. უფრო უკარო გადავახვიოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ნუ გარემო პირობები უფრო და უფრო მკაცრდება, რაც უფრო უკან ვახვევთ, ხო, ისტორიას იყო, რომ ვიცხოვრო პარალელურად ამ ყველაფრის, აი მოვასწრო, რომ მაინც ვიცხოვრო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ვიცი, ომში ვარ ან შიმშილში ვარ ან ამაში ვარ, იმაში ვარ და მასლოუს პირამიდა კი ღაღადებს, რომ ადამიანებს ჯერ საბაზისო საჭიროებები უნდა დაუკმაყოფილდეთ, რომ მერე სულიერზე გადავიდნენ, მაგრამ არ არის ეგრე. ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტორი ცხადყოფს, რომ აი მაგალითად იმ დღეს სადღაცა შემხვდა, რომ ღაზას სექტორში პოეზია იწერება ეხლა. ვიღაცა პოეტი ყოფილა, რომელიც გამოირჩა რაღაცნაირად და ნუ ღაზაშია რა, სადაც გენოციდი მიმდინარეობს და ტიპი ლექსებს წერს.
ეს ლოგიკურად ეხლა რო ვთქვათ თითქოს არ არის შესაძლებელი, ხო? მასლოუს მიხედვით, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. და ამიტომაც იყო ხოლმე შემთხვევები, რომ აი მაგალითად არ ვიცი, ჭილექი აქვს ადამიანს, შუა საუკუნეებია, ვერ მკურნალობს, იცის რომ მოკვდება და ასწრებს და წერს. რაღაცას წერს, იმიტომ რომ უნდა რომ დაწეროს. ან მუსიკას წერს, ან უკრავს და ტიტანიკზე რო თან უკრავენ და თან გემი რო იძირება, აი რაღაც ესეთი რა. უფრო ძალიან ადრე რო გადავახვიოთ, მაგალითად ბერძნული კულტურის და ცივილიზაციის პირობებში მე ასე წარმომიდგენია, რომ ვინაიდან ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ძალიან რთული იყო იმ საუკუნეებში, არც ოპერაციებია, არც ანატომიის ცოდნა, არც წამლები, ანტიბიოტიკი არ არსებობს, მშობიარობა სიკვდილის საფრთხეს მოიცავს. ანუ სიკვდილი აი ესე ჩრდილივით დამყვება გვერდით, ხო, მაგ საუკუნეებში. დიდი ალბათობით მაშინ იქნებოდა ცხოვრების მიმართ ძალიან ხასხასა განცდები. თითოეული, არ ვიცი, ურთიერთობა, თითოეული დიალოგი, თითოეული სიზმარი, თითოეული გამოღვიძება, მზის ამოსვლა ან ჩასვლა იქნებოდა ძალიან ხასხასა, იმიტომ რომ ფიქსირებული განწყობა, რითიც სამყაროს უყურებ, არის რომ დღეს ვარ და ხვალ შეიძლება არ ვიყო. ეს განწყობა ზოგადად ახლაც რეალურია, მაგრამ ახლა ჩვენ სიცოცხლეზე მობღაუჭების ბევრად მეტი ტექნოლოგია და საშუალება გვაქვს. და ამ გაგებით შეიძლება ახლა ღაზას სექტორში რო გენოციდია, ისიც კი შეიძლება რაღაც მომენტში უფრო კარგი პირობებია, ვიდრე არ ვიცი, დინოზავრები რო გადაშენდნენ დედამიწაზე, ხო? ჩამოვარდა კომეტა თუ მეტეორი, ბევრი, წვიმა იყო მეტეორების და გადაშენდნენ ეს ამხელა ცხოველები, ხო? იმიტომ საერთოდ არ იყო იქ სიცოცხლეზე მობღაუჭების არანაირი შანსი და სტრატეგია. და ამიტომაც მაგ პერიოდებში იქნებოდა ძალიან ხასხასა. მერე კიდევ უფრო ძველ ხანაში რო წავიდეთ, ქვის ხანაში თითოეული წამი იქნებოდა ძალიან ხასხასა. იმიტომ რომ განცდაში ესეა, რომ 30 წლამდე ვცხოვრობ, ვიცი, წლები საერთოდ, ვითვლი რა თქმა უნდა, წლებს ცნობილია, რომ ქვის ხანაში ინტელექტი ჰქონდათ ადამიანებს, თან მაღალი. და თითოეული გამოცდილება, თითოეული ურთიერთობა არის ძალიან ხასხასა, მკაფიო, მკვეთრი, რისკით შემცველი. დღეს ვარ, ხვალ არა ვარ კი არა, ამ წამს ვარ და მეორე წამს შეიძლება ლომი მჭამს. აი ესეთი ვითარება იყო, ხო? ამიტომაც აქედან ახლა ძველ დროში რომ ვიყურებით, ძალიან ძნელია აღვიქვათ ის კონტექსტი და ის სიტუაცია, რაშიც ისინი იყვნენ. და ადვილია რომ განვსაჯოთ, რომ აი რაღაცა ძალადობას მისდევდნენ და მოძალადეები იყვნენ და აი კოცონზე წვავდნენ ვიღაცებს და ამხელა ცოდნა არ ქონდათ. ძალიან ხშირად ადამიანებს გგონია რაღაცნაირად მიკერძოებით, რომ აი მე რო იქ ყოფილიყავი, მე ეგეთი არ ვიქნებოდიო და აქედან ადვილია მაგისი თქმა. ისევე როგორც მაგალითად სხვის ომში რო ბრძენი ხარ და იმის სიტუაციაში რას იზავდი, რომ გჯერა რომ უკეთესად იზავდი, მაგრამ ღმერთმა უწყის რას იზავდი მის ადგილას, ხო? და ეხლა აი ახალ თაობაზე არის ძალიან დიდი სიახლე მოდის, რომ ამ ახალ თაობას, ბატონო ჩემო, აღარ უნდა არც კვირაში 3 დღე მუშაობა, არც კვირაში 4 დღე მუშაობა, არც კვირაში 1 დღე მუშაობა და ასე შემდეგ. მისი მოთხოვნილება და საჭიროება არის აბსოლუტურად ახალი და მას უბრალოდ უნდა ცხოვრება. რაც შეიძლება მეტი ცხოვრება. თავგადასავალი, ურთიერთობები, მოგზაურობა, რისთვისაც არის ადამიანი შექმნილი და გაჩენილი რეალურად. ეს არის მისი ძალიან საბაზისო მოთხოვნილება და საჭიროება, უბრალოდ გადარჩენის რეჟიმში როცა არის, იმ დროს ამას ვერ იზავს რა, გადარჩენაზე ზრუნავს. თუმცა მაინც აკეთებს ხოლმე პარალელურად, ვერ გააჩერებ ამ კრეატიულ ნაწილს, ხო? არ ვიცი, წიგნს წერს, ან კითხულობს, ან მუსიკას წერს, ან მღერის, ცეკვავს და ასე შემდეგ. შეიძლება არ ვიცი, მეტეორების წვიმა რო წამოვიდეს, შეიძლება ხალხი გამოვიდეს მაგ დროს და ზოგმა ცეკვა დაიწყოს და ზოგმა სიმღერა. იცით რატო? აი ხო გგონიათ, რომ შოკი ექნებათ და შიშის განცდა იქნება და აქეთ-იქით გაიქცევ, გამოიქცევიან. არა. თუ ნათელი იქნება, რომ ეს არის ბოლო წამი სიცოცხლის, როგორც მემენტო მორი, ხო? მართლა რაც უნდათ გულის გულში და ავთენტურად რა სურვილებიც არის, ამისგან გაქცევა, გამოქცევას და დაგრეხვას არავინ არ დაიწყებს და იმას გააკეთებენ ზუსტად, რაც გულის გულში იციან, რომ უნდათ. უბრალოდ არ აღიარებენ და აი ამ ახალმა თაობამ გააცნობიერა და კარგად აღიქვა, რომ ფიზიკის ფორმულების დამახსოვრება, აი ამ რაღაცა სახელმძღვანელოებიდან გაზეპირება და მერე ამაზე ტესტების წერა არ უნდა.
მე თუ მკითხავთ ძალიან ბრძენი თაობა არის რა. და ეხლა თუ ესე შევხედავთ რომ არ უნდათ ამათ მარტო ტაშფანდური გართობა და თამაში უნდათ, რასაც მაგალითად მე ბავშვობაში მშობლები სულ მიკრძალავდნენ და ვიღაცა ერთი ნაცნობი მყავს, რომელიც ისტორიულ ნარკვევებში კითხულობდა, მგონი, რომ ეგვიპტეში რაღაც დიალოგია მოცემული, მამა რო შვილს ეჩხუბება, რომ შენ მარტო გართობა გინდაო და ეგრე არ არის ცხოვრებაო. ეგვიპტეში, ანუ როდინდელია, ხო ეს მდგომარეობა და კი, აი ამ ჩვენ შვილებს და ახალ თაობას გართობა და თამაში უნდათ. და ეხლა ის რომ ამ დროს შეიძლება ისინი გაუნათლებლები და ინტელექტუალურად ჩამორჩენილები გახდნენ, კი, ეს რეალურია და ეს კარგი არ არის. მე ამას არ ვამბობ, რომ მოდი იცეკონ და იხტუნაონ, რაც მართლა უნდათ. და განათლება და ცივილიზაცია დავიკიდოთ. ეს არ მithქვამს. უბრალოდ ჩვენ მშობლების თაობას ალბათ გვაქვს, არ ვიცი, პასუხისმგებლობა ასაღები, რომ აი ამ მათ ძალიან ავთენტურ, ძალიან ახალ და რევოლუციურ, ძალიან დიდ საჭიროებას უპასუხოთ. კი არ გავაკრიტიკოთ და წიხლი კი არ დავარტყათ და არ გინდა სწავლა და ნუ გინდა და ესე იგი შენ ეკრანები გინდა და თავში ქვა გიხლიათ და მე მაინც უკვე რაღაც ასაკს გადავცდი და მე ვიცხოვრე და ესეთი ისინიც მომისმენია 90-იანებში ჩვენ ვიცხოვრეთ და ვითამაშეთ და ეხლა თქვენ თუ არ გინდათ თამაში და ეკრანზე გინდათ რომ სკოჩით იყოთ დაკრულები იყავით ბატონო მე რა აი თქვენი თაობა ასეთია და ასეთი ნარატივია და რეალურად იმისათვის რომ ძველმა თაობამ დაიჭიროს ის საპატიო ადგილი, რაც მას წესით შეიძლება რომ ეჭიროს. და ადამიანი არც ერთ ასაკში არ არის არც ზედმეტი, არც ნაკლები, არც უფუნქციო. აი ყოველ ასაკს აქვს თავის ძალიან დიდი თვისებები და ფუნქციები, რომელიც შეუძლია შეასრულოს და დასრულ ადამიანს ალბათ აქვს ფუნქცია, რომ მან ახალ თაობას და ახალ მოსულ თაობას კი არ დაახვედროს რაღაც ყავლგასული ძველი წესები, ტრადიციები, საჭიროებები და რაღაცეები, რაც იმ თაობისა არ არის. არა, მოусმინოს რა უნდა ამ თაობას. და აი ამ მოსმენით შექმნას გარემო, სადაც კი გადასცემს ცივილიზაციას, კი გადასცემს ცოდნას, ოღონდ ეს უნდა იყოს ადაპტირებული და მორგებული იმ მოთხოვნილებაზე და საჭიროებაზე, რაც ახალ თაობას აქვს და არა პირიქით. მოდი გადავაკეთოთ ამათი საჭიროება, ნუ ენდომებად ცხოვრება, ნუ ენდომებად გართობა და მოგიტრიალდებიან ესენი და გეუბნებიან, რომ აი შენ რო ისწავლე და თავი ურტყი ამ იმას და არ დაგისვენია და მეგობრებთან არ წასულხარ და სექსუალური ურთიერთობები რო აიკრძალე და სიყვარული რო არ შეიძლებოდა და არაფერი რო არ შეიძლება, აი რა გააკეთე, რა მოიგე, ჩაჯექი ტაქსიში და ნახავ რა მოიგე. დაგიჯდება ტაქსის ძღოლი და გეტყვის რომ მე 5 დიპლომი მაქვს 50-ის მაქვს სერტიფიკატი 700 სამსახური მქონდა და რა მე აი ზის და ტაქსით დაყავს და ხოჯობდა რომ ამ კაცს ამ მახათის ყრის მაგივრად ესე ამოვნა მაინც ცხოვრებით ნახე ახალი თაობა ძალიან დიდ ჩელენჯს გვესვრის რა ეხლა მეც არ მოვიაზრები ჯერ ძალიან ძველ თაობად გონი შუაში ვარ სადღაც მაგრამ ნუ ამ რაღაც 15 წლის ხალხზე ბევრად დიდი ვარ კი და ესენი ძალიან ისეთ არგუმენტს გესვრიან რომ აი რო ისწავლეთ და ეს ფიზიკა ქიმია რო ამუღამეთ რა ამერე აი მაგალითად მწკრივები და სერიები რომ მახსოვს ეხლა მე ქართული გრამატიკიდან რა აი რა ჩამოგითვლით თუ გინდა მაგრამ რა არც არაფერი ხო აი ესე გველაპარაკებიან მეორე ხრი როგორ არა ის რომ მე ძველი მეთოდებით თუ რაც გნებავთ იმით ვსწავლობდი და თითოეული თქვენგანი ვინც ახლა ჩემი თაობა ხართ ამან ჩვენ გონება გაგვიხსნა ამან ჩვენ მოგცა ანალიტიკური უნარები როგორ ვიყენებთ ეგ სხვა ამბავია გარემოც ძალიან ძიმეა საქართველოში ხო ამ ხრივ მაგრამ ნუ რაც არის რა ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ წაკითხულიდან შინაარსი ჩვენ უკეთ გამოგქონდა ამათ უფრო ცუდად გამოაქვთ მოსმენილიდან შინაარსზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი იმიტომ რომ ნუ წაკითხული ქემაის ფურცელზე წერია და შეგიძლია რამდენჯერმე წაიკითხო მაგრამ მოსმენილიდან შინაარსის გამოტანაში კიდე უფრო უარეს მდგომარეობაში არიან. ესეც ფაქტია. კიდე რა აქვს ამ თაობას ძალიან ისეთი დიდი სირთულე, ხო? ვერ მოძრაობენ. სულ ეკრანებთან სხედან და ბავში გაიხედები და დავიღალეო გეუბნება. სიარულით დავიღალე, სირბილით დავიღალე, თამაშით დავიღალე. პატარა 7-8 წლის ბავშვი ამას ამბობს, ხო? აი ეს ხო არ არის კარგი. მეგანა ამას ვამბობ, რომ უნდა მივიღოთ და მოდი ესე ვიყოთ. არა, მაგრამ ეხლა მე რა მეფიქრება? ხომ არ არის ძალიან დიდი რევოლუციის დრო და ეს სხვათა შორის ეხება ჩემ პროექტს, სტარტაპის პროექტი რომ აქვს, სადაც ვიდეო თამაშს ვავითარებ და სხვათა შორის ვეძებ სპონსორს, ინვესტორს, არ ვიცი, კოლაბორაციებს და თუ გაავრცელებთ ამ ინფორმაციას ძალიან დამეხმარებით, ხო? ამ თამაშში მე მაქვს ესეთი კონცეფცია,
რომ შეიძლება რომ ადამიანმა სწავლა, განათლება და გონების განვითარება შეძლოს ისე რომ ეს იყოს თავგადასავალი, ეს იყოს თამაში, ეს იყოს გართობა, ეს იყოს მხიარულება, ეს იყოს ურთიერთობა. და არა რაღაცა ხიშტის ქვეშ მაგიდასთან ჯდომა, მომზადება რაღაც გამოცდებისთვის, სადაც მივა ჩააბარებს და რომ გამოვა, უკვე აღარ ახსოვს, იმიტომ რომ ეს სტრესთან ერთად მოიცილა ის ცოდნა, ნახე. და სტრესის და ამ რაღაცა დასჯების, შეფასების სისტემის რაღაცა გარიცხვა, ჩარიცხვა, გამორიცხვა, ჩაჭრა, აი ამ რაღაცა უცნაური სქემის მაგივრად იქნებ დგება ახალი ერა და მე მჯერა რომ ესეა, რომ სწავლა რაც მართლა იყო ყოველთვის ის გახდეს. სწავლა იყო ცნობის მოყვარეობა. ეხლა ჩვენ როცა შევქმნით სკოლა უცოდინრობით, ფსიქოლოგიის უცოდინრობით, ჩვენ რა გავაკეთეთ, ნახე ცივილიზაციამ. ნუ რაღაცა ხო უნდა გვექნა და ესეთი შევქმნით, რომ აი სკოლაში ბავშვები მიდიან, გაკვეთილზე სხედან, ჩვენ რაღაცებს ვასწავლით და მაშინ იმ ეპოქაში ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, წერა-კითხვა არ იცოდა ხალხმა, ხო? და ანგარიში. ეხლა ხელს აწერენ და ადრე ჯვარს სვავდნენ. ნუ რა თქმა უნდა პროგრესია ეს, მაგრამ რის ხარჯზეა ეხლა ეს ამბავი ნახეთ? ფროიდთანაც წერია ეს და სხვა ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლოგები, სადაც გინდათ ნახავთ ამ ინფორმაციას, რომ როცა ბავშვი საკლასო ოთახში 50 წუთი ზის, მისი ავთენტური მოთხოვნილებები კონფლიქტშია სოციალურად თავსმოხვეულ საჭიროებებთან. ძალიან დიდ კონფლიქტშია და ჩვენ ნელ-ნელა ვასწავლით ბავშვებს, რომ ჩაიხშონ ავთენტური მოთხოვნილებები და თუ ავთენტური სურვილი ჩამეხშო და ავთენტურად ვინც ვარ ის გამიქრა, არაფერი აღარ არის ქვეყანაზე, რასაც აქვს გემო, რასაც აქვს სუნი, რასაც აქვს ფერი, რასაც აქვს შეხება, არაფერი აღარ დარჩა. ეხლა ცოტა რადიკალურად აღგიწერთ იმისთვის, რომ ფენომენი გამოიკვეთოს, მაგრამ ასეა. იმიტომ რომ მე რო 7 წლის ვარ და საკლასო ოთახში რო ზივარ, მე სირბილი მინდა ამ დროს. მე მინდა ბავშვებთან თამაში, მე მინდა მათთან ურთიერთობის სწავლა. და ეხლა ნახეთ სისტემა რას აკეთებს, ამ ყველაფერს ხო ჩამიხშობს. და მე იმას აქში რო შევალ, როცა უნდა დავსაქმდე, მეუბნება და ემოციური ინტელექტი რო არა გაქვს. რო არა გაქვს ემოციური ინტელექტი სამსახურში როგორ უნდა აგიყვანოთ? ურთიერთობები არ შეგიძლია. გამარჯობა ლაზარე, ანუ მჭირდება ურთიერთობები, ხო? ეხლა როგორ მოდაშია ეს? რომ აი ურთიერთობები კომუნიკაცია უნდა იცოდეს თურმე ადამიანმა. მარტო ინგლისურის ცოდნა არ კმარა, ესეთ რაღაცებს ამბობენ და რა გააკეთეთ ამისთვის განათლების სისტემაში, რომ მე კომუნიკაციის უნარები ამწეოდა და ჯერ აწევა რა თმინდა, თანდაყოლილი უნარები მქონდა, რომელიც ძალით დამიხშეთ, ხო? ეს ეხა ისევ საუბრობ რა, აი რომ შეხედოთ სურათი როგორია და ადრე გასაგებია რომ ეს არ ესმოდათ. კი, ისეთი საუკუნეები არ იყო. ფსიქოლოგია 1 საუკუნის და ცოტა მეტის არის, მეტი კი არა. მაგრამ ეხლა გვესმის ეს, რომ ძალით ვუხშობთ ამ ემოციური ინტელექტს. IQ, აჰა, ააბჯინეთ ცაზე, რა გინდა. თუ ემოციური ინტელექტი არა გაქვს, IQ არაფერს არ გიშველის რა. IQ GPT-ს მეტი ექნება ცოტა ხანში. აი ეს არის მთელი ამბავი და ამიტომ ჩვენი გამოწვევა ეხა ის კი არ არის რომ ეს ბავშვები ხიშტითა და არ ვიცი მათრახის ცემით დავაბრუნოთ იმაში რომ როგორ გითხრა ნებისყოფით იძულებით და ამით და იმით მეცადინონ და ისწავლონ და რაღაცები გააკეთონ და ჩაახშონ ის ავთენტური თავიანთი სურვილები. არა, ჩვენ მოსაფიქრებელი გვაქვს სტრატეგიები და კონკრეტული გამოსავლები რომ როგორ ქნათ რომ ბავშვებმა წერა-კითხვა ისწავლონ და თან ისწავლონ ეს თამაშით. თან ისწავლონ ეს გართობით, თან ისწავლონ ეს წერა-კითხვა ანგარიში, ალგებრა თუ რაც გნებავთ, ერთმანეთთან ურთიერთობით. ეხლა ნახე რას აკეთებენ და ალექს ლომაჩი არის არაჩვეულებრივი გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, გერმანელი, რომელთაც ქონია შეხება და იმასაც ქონდა იცი განათლებაზე ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი და რას ამბობდა იცი? ჩვენ როცა ბავშვებს ერთმანეთისგან გადაწერას უშლით, მათ უშლით რომ იყვნენ გუნდი. მე მირჩევნია რომ გადაიწერონ. ჯერ ერთი გადაწერის დროს მიბაძვა აქტიურდება და თუ სტრესი არ არის და მიბაძვა დაიწყეს, ნიშნავს რომ ისწავლიან. ეს ერთი. გადაწერით არ ვსწავლობთ ბევრ რამეს. ეხლა მეორე. როდესაც გუნდია, ხო, და ერთი ვიღაცა უფრო მალე ხვდება, რა მოხდა მერე? ის გააზიარებს ამ ცოდნას და გუნდური მოქმედება აქტიურდება. და ეს რო თქვაო, ეხლა სკოლაშიო და არ ვიციო, ალბათ ქვას მესვრიანო, იმიტომ რომ სკოლა გიბრძანებს, რომ არ უნდა გადაიწერო. არავითარ შემთხვევაში და რაში მჭირდება იმ გამოცდაზე 15 წუთი რომ მახსოვს ეგ ფორმულა, თუ მე მთელი ცხოვრება უნდა ვაფურთხო და საერთოდ არ მახსოვდეს არაფერი და თუ მე გუნდურად ვიმუშავებ ჩემ კლასში.
და ვიმუშავებ ისე რომ ეს არის გართობა, მხიარულება. ნახეთ, ეხა ისევ ლაპარაკობ, რომ წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება. ვიღაცა იტყვის, რომ ნების ყოფა ხო ჭირდება ამ ხალხს და კი ჭირდებათ. მაგრამ სადაც არ ჭირდებათ, იქ ნუ ჩავატენით ნების ყოფას რა. რაღაცაში არ ჭირდებათ და ტყუილა ვატენით და გვეუბნება ეს თაობა, რომ თქვენ რო იყავით ამ ნების ყოფით და ხიშს რო ირტყავდით და მუცელში რომ ახაც იყრიდით, რა მოიგეთ მაგითი? აი რა. და მართალია. ოღონდ ეხლა გამოწვევა ის არის, რომ არც ის ივარგებს, ეს იქნება მეორე უკიდურესობა, რომ ამათ ეხლა ნახეს, რომ ძველმა თაობამ კარიერა რო აიშენა და ჯერ რო ის იყო, რა ქვია, ასისტენტი, მერე იყო ასისტენტის რაღაცა, ასისტენტთა მენეჯერი, მერე იყო ჯგუფის მენეჯერი, მერე team leader-ი გახდა, მერე გახდა assistant to the CEO, მერე გახდა რაღაცა CFO, მერე CSO, მერე გახდა CEO, ბოლოს რაღაცა გახდა და მოკვდა. ხო და ამ თაობამ დაინახა, რომ ძალიან ძიმეთ არის, ამაზე შაყირობენ ბევრს. რაღაცა სტატუსები უწერია და არ ვიცი, ხელფასი 1000 ლარით ეზდება, მერე 1500-ით ეზდება, მერე 2000-ით ეზდება და რა ხდა მოკვდა ადამიანი ერთ დღესაც. და ეს CFO იყო თუ CEO იყო თუ ვინ იყო, კაციშვილს არ ემახსოვრება არასდროს და ღირს ამაში რესურსის ფლანგვა დასვა კითხვა ახალმა თაობამ და არ ღირს მართალია, მე ვეთანხმები. და საერთოდაც ახალმა თაობამ ჩვენ დაგვიმტკიცა, რომ მახათის ყრის გარეშე შეიძლება საქმის კეთება. უკვე არის ახალი თაობა შემოსული შრომით ბაზარზე. ზოგი GPT-ს იხმარიებს, ზოგი კალკულატორს იხმარიებს, ზოგი რას აკეთებს, დადიან რაღაცა ბალიზეს ხედან პლაჟზე და იქიდან ლეპტოპით მუშაობენ, გენაცვალე. მიფრინავენ მერე სადღაც კანარის კუნძულებზე, მერე უკან მოფრინავენ, რაღაცა ისინი აქვთ ჩაწერილი იმაში, რა ქვია, დივაისებში, სხვადასხვა აპლიკაციები და იქიდან მუშაობენ, აკეთებენ საქმეს. ერთი კვირა ამ კომპანიაში მუშაობენ, მეორე კვირა სხვა კომპანიაში. რა მოხდა მერე და ფაქტია, რომ საქმე კეთდება. მოკვდა ვინმე, არავინ არ მოკვდა. ფაქტია ეს. და მაშინ რა საჭირო იყო ეს გადაჭიჭინება და 20 წელი ერთი და იგივე სამსახურში რა უნდა იჯდეს ადამიანი და ხეხოს და ჯერ ეს სტატუსი აქვს, მერე ის სტატუსი აქვს, მერე ეს სტატუსი აქვს, რაღაცა დიპლომი აქვს, ისე აქვს და აღარ ვიტყვი, ეხლა რა მოხდა ბოლოს, ისედაც გასაგებია, ხო? ხო, მაგრამ მეორე მხრივ მე ძალიან მომხრევა, რომ ადამიანმა ინტელექტი განივითაროს და გონებრივი სამუშაოები ასრულოს, იმიტომ რომ homo sapiens-ია. ხო? და მოთხოვნილება არსებობს ამისი. თუ კი ცხოვრების მოთხოვნილება არსებობს, იმის მოთხოვნილებაც თანდაყოლილი და ავთენტურია, რომ მე ცნობის მოყარე ვარ. რა ხდება ერთი, აი რო წვიმს ახლა ეს რას ნიშნავს? პატარა ბავშვი დადგება და ჩემი შვილი იმდენ კითხვას დამისვავს ხოლმე, რომ ზოგჯერ ლამის არის, არ ვიცი რა, კედლებზე გავდივარ. 8 წლის არის და აი პულიმიოტივით, ტყვიამფრქვევით ისვრის კითხვებს, ხო? ეს ანუ ბუნებაა ეს, ავთენტურია. და ეხლა საკითხი იმაშია, რომ მშობელმა თუ კი ცივილიზაცია ვართ, თუ კი გენაცვალე გვისწავლია ამდენი და გონება ასე გაგხსნია ამათთან შედარებით მით უმეტეს ამ ახალ თაობასთან შედარებით, მოდი ჭკვიანურად უპასუხოთ იმას, რასაც ახალი თაობა ითხოვს. რომ ისე კი არ ვქნათ, რომ მას სწავლა შეძულდეს და ეზიზღებოდეს, მისი თანდაყოლილი სურვილი არის ნახე სწავლა და ჩვენ ისე ვაკეთებთ, რომ ეზიზღება, სკოლას რომ ამთავრებს გულიერევა უკვე აღარ უნდა რა. და ესე არ უნდა იყოს. და არც ისე უნდა ვქნათ, რომ დილემის წინაშე აღმოჩნდეს, რომ ან მეგობრებთან ითამაშოს და ან რაღაცა ჩაიკეტოს ასკეტი ბერივით და მათემატიკა წეროს პირობითად. შეიძლება, რომ ეს ყველაფერი ერთიანი პროცესი იყოს. ჩვენ საკმაოდ კრეატიული შეგვიძლია ვიყოთ უფროსი თაობა და მოვძებნოთ ისეთი სწავლის სისტემები და ისეთი სწავლის გარემო შევქნათ, რომ ბავშვებს პირიქით უხაროდეთ იქ მისვლა. აი მაგალითად, ხო? ადასპერა აღარ მახსოვს ზუსტად თუ ადასტრა ქვია, თუ არ ვცდები, პერასპერა ადასტრა, აღარ მახსოვს, დაახლოებით ასე ქვია, ილონ მასკის მიერ გაკეთებულ სკოლას. ხო და ეს სკოლა ძალიან ცოტა ხალხისთვის არის მისაწვდომი. იმიტომ რომ ძალიან ტექნოლოგიურადაც აღჭურვილია და ნუ რაღაცა ძალიან საუკეთესო მასწავლებლები ყავთ მიყვანილი და თვითონ სასწავლო სისტემა აბსოლუტურად სხვანაირია. ისეთი რომ ბავშვებს დასვენება არ უნდათ ხოლმე, ისე ერთობიანი იქნახე, იცის იმან, როგორ უნდა მოაქციო ახალი, წარმოიდგინეთ რამხელა რესურსი აქვს ბავშვს. ნუ ეს წარმოუდგენელი რესურსებით არის და ჩვენ ვზივართ და ამ რესურსს ესე ვაჭრით ნელ-ნელა. არასწორი სისტემით. ხო და შეუქმნა ეს პირობები და სახში წასვლა არ უნდათ, იქ უნდათ ყოფნა ამ ბავშვებს.
კიდე ლევან რამიშვილი მოიყვანს ხოლმე მაგალითებს, თავისუფალი სკოლები არსებობდა უკვე და ეხლაც არსებობს და ამ თავისუფალ სკოლაში რა ხდება? აი რაღაცა კაბინეტებია, თქვათ, ქიმიის, ფიზიკის, ამის და ასაკის და მიუხედავად ბავშვები თავისი ნებით სადაც უნდა შედიან და რასაც უნდათ იმას სწავლობენ და ირკვევა რომ სწავლობენ და უკეთ სწავლობენ ვიდრე აი ამ ფსევდოსისტემაში, რომელიც ეხლა გვაქვს. მაგრამ ესეც ძველია, ეს ყველაფერი ძველია. მაშ ახალი რა არის, ხო? ახალი არის რაღაცა ისეთის გაკეთება წყაროსავით, სადაც ადამიანის ავთენტობა თან დაცულია. თან გათვალისწინებულია მისი ბუნება, ფსიქოლოგიური და ფსიქოემოციური ბუნება. და თან ესე კი არ არის სწავლა, რომ მე სკოლაში ფიზიკა ვისწავლე და მე წამოვედი და სადღაცა აღმოჩნდი ფიზიკის არ ვიცი მასწავლებლად თუ ფიზიკოსად თუ მკვლევარად თუ რაღაც და გამოირკვევა ხოლმე რომ რაც ვისწავლე თითქმის არაფერში გამომადგება. ასე არა. მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე პირობითად თუ ექიმი უნდა იყოს ვინმე, თავიდანვე უნდა იყოს ნამდვილ საავადმყოფოში და ნამდვილ სიტუაციაში, სადაც ექიმობა სჭირდება. და ისე აკვირდებოდეს. და სხვათა შორის ფაქტია, რომ ექიმებს ეს ესმით, იმიტომ ყველაზე დიდხანს მათ გრძელდება სწავლა და სწავლის მერე ძალიან დიდხანს არის პრაქტიკა, იმიტომ რომ ეხა ექიმს თუ შეეშალა, კარგად მეყოლე მერე. და ამიტომაც ხვდებიან, რომ ეს ესეა და თუ პირობითად ბიზნეს ადმინისტრირება გინდა რომ ისწავლო, 6 წელი ილია უნიშკი არ უნდა ისწავლო, ბიზნესში უნდა იყო თავიდანვე. შეიძლება თავიდან უბრალოდ იჯდე და აკვირდებოდე რა ხდება. და ეს არის სწავლის პროცესი. მე ვფიქრობ, რომ სინთეზირება უნდა მოხდეს და ასევე, როდესაც ბავშვი პირობითად მათემატიკურ კალკულაციებს აკეთებს და უყვარს ეს და სიამოვნებს და მისთვის ეს თამაშია, ის შეიძლება დღესვე გამოსადეგი იყოს რომელიმე კომპანიისთვის და მარტო იმიტომ, რომ ხელოვნურად არის დაბლოკილი, ვერ მუშაობს, აღარც ხელფასი აქვს. ვერ ექნება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ძველი, ყალბგასული, საჭიროა აბსოლუტურად ახალი მიდგომები და ძალიან ისეთი, როგორ გითხრა, სკრუპულოზური შრომა იქნება საჭირო, რომ ეს ავთენტური ბუნების გათვალისწინება, კრეატიული მორგება და რეალობის შეგრძნება შევიდეს სწავლაში და არ იყოს სწავლა ფანტაზიის სფერო. რომელიც მე გამოირკვევა ხოლმე, რომ არა თუ დამხმარეა, ძალიან ხშირად ხელის შემშლელია. აი მე თვითონ ბიზნესის სფეროში მუშაობდი დიდი ხანი და მახსოვს HR-ები როგორ ჭორავდნენ, რომ აუ, ეხლა ამას ბიზნესში განათლება აქვს და არ გვიდა ეს თანამშრომელი. ამას ეხლა იმდენი ცრურწმენები ექნება რა არის ბიზნესი, რომ ამის გადაკეთება მტრისას და თან ყველაზე მაღლა ექნება თავი აწეული, რომ მე ბიზნესი ვიცი. ესე შემოვა კომპანიაში და ეს გუნდში როგორ უნდა ჩაჯდეს. ნახე, ამას ვჭობდნენ ხოლმე და მართალია. ასევე როგორ შეიძლება მუსიკოსი ხდებოდე იმით, რა ქვია, რაღაცა არ ვიცი, პროგრამის გავლით კონსერვატორიაში და ასე შემდეგ. და ეხლა კიდე ერთხელ რო გითხრათ, მე რა პროექტი მაქვს, უფრო კონკრეტულად, რაშიც ეხლა წინ წავიწიე საკმაოდ, იმიტომ რომ არის ესეთი პროგრამა Startup Bootcamp Georgia, საერთაშორისო სტარტაპების დახმარების პროგრამა და მან აპლიკაცია შევავსე და ნუ რაღაც 2000 აპლიკანტიდან 40-ში მოვხდი, რაც საკმაოდ დიდი წარმატებაა. და ეხლაც ვავითარებ ამ ყველაფერს, ხო? და ვაპირებ რომ გავაკეთო ვიდეო თამაში. ვაპირებ რა უკვე ის არის დაგეგმილია, გაწერილია ბევრი რამ. მინდა გავაკეთო ვიდეო თამაში, რომლის თამაშის დროსაც, თამაშით ადამიანები თან ქიმიის ფორმულებს დაიმახსოვრებენ. ეს მხოლოდ დასაწყისია, იმისთვის ვაკეთებ ესეც, რომ უფრო მარტივი და დასაწყისისთვის იოლი რამ გამეკეთებინა როგორც პროექტი. თორე პროექტი არის ძალიან დიდი და მთლიანად მოიცავს ამას, რომ თამაშით შეიძლება ნებისმიერი რამ ისწავლო. ქიმია, ფიზიკა, არ ვიცი, კალკულუსი გინდათ. და ეს პროექტი ეხლა საწყის ეტაპზეა, პირველი თავია ეს თამაში. და მე ყველა ის თავი თუ გამოვიდა და გავაკეთე და აუცილებლად გავაკეთებ, რაც მაქვს ჩაფიქრებული, ჩათვალეთ, რომ ძალიან ბევრი მოსაწყენი და არასაინტერესო ერთი შეხედვით შრომის ნაცვლად შეგიძლიათ ითამაშოთ და შეიმეცნოთ სამყარო. აი ეს არის ჩემი პროექტი. ერთი კვირის წინ დაახლოებით მხარდაჭერა მოვითხოვე და ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩამერიცხა სიმბოლურად თანხა, ზოგმა არასიმბოლური და დიდი თანხების ჩარიცხა, რომ მხარი დაეჭირათ ამ პროექტისთვის, რისთვისაც უდიდესი მადლობა. და ასევე თუ გაავრცელებთ ინფორმაციას და მოიწვევთ, არ ვიცი, ადამიანებს რომ გვერდი მოიწონონ, ალქემისტ 404 ქვია. მაშინ კომენტარში დავლინკავ. ეს არის, აი მე თამამად ვიტყვი, რომ რაღაცა დოზით განათლების სფეროში რევოლუციას ვიწყებ. შემომიერთდით და ერთად გავაკეთოთ ეს რევოლუცია. აბა დროებით.